დიახ, დავიძარი და აი სტუდენტების მარცხაიდანაც ნანო გაწვდათ ინფორმაციას მოხდა გაერთიანება და ახლა უკვე ერთობლივად მიუყვებიან აქციას. მე ვეცდები კოლეგებთან გადავინაცვლო. მოგესალმებით, თუ შეიძლება გაგესაუბრებით, ასე თქვენი დავიწყებ. დღევანდელი მარში და მთავარი სათქმელი, რაც მედიის წარმომადგენლებს გვაქვს ამ შემთხვევაში, თქვენ რა გაქვთ? სოლიდარობა და თავისუფლება მზეა ამაღლობელ. სოლიდარობა ყველა ჩვენ კოლეგას, რომელიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში გახდა ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლი. სოლიდარობა მედიას, რომლის გარემოსაც აუარესებენ, უქმდიან ხელოვნურ დაბკოლებებს. უკვე სერიოზული პრობლემები აქვს რეგიონალურ მედიას, სერიოზული პრობლემები აქვს ტელეკომპანიებს თბილისში. თუ ჩვენ დავკარგავთ სიტყვის თავისუფლებას, ახლოს არის დღე, როდესაც ჩვენ შეიძლება დავკარგოთ თავისუფლებას. ამიტომ აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, რამდენად მნიშვნელოვანი არის ობიექტურად კრიტიკული მედია, რომელიც დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს, დაეხმარება ამ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში და მიღწევების გაუმჯობესებაში. თუ ჩვენ გვინდა პროგრესი, ამას ჭირდება სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიულ გარემოს აუცილებლად ჭირდება ობიექტურად კრიტიკული მედია. ამის გარეშე პროგრესი არ გვექნება. შესაბამისად ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. მნიშვნელოვანია ჩვენ ყველაფერი ვიღონოთ, რომ ეს ასე არ მოხდეს. სოლიდარობა მედიას, სოლიდარობა ქართულ მედიას. თქვენც გითხავთ, გადაცემა რეალური სივრცე, ალბათ მაყურებელს ყველაზე მეტად რითიც ახსენდება, ეს არის მაქსიმალური ინტერაქცია მოქალაქეებთან. არაერთი საქმე თქვენგან გახდარა, არაერთი საკითხი ცნობილი. თქვენთვის, არა როგორც მედიის წარმომადგენლისთვის ამ შემთხვევაში, როგორც მოქალაქისთვის, რას ნიშნავს თავისუფალი მედია და როგორც მოქალაქე, რას დაკარგავთ თუ კი არ იქნება თავისუფალი მედია ქვეყანაში. მიუხედავად იმისთვის მოსწონს ან არ მოსწონს კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკა. მე მგონია, რომ მე როგორც მოქალაქე დავკარგავ ხმას, დავკარგავ შესაძლებლობას, რომ საკუთარი ხმა მივაწვდინო, ჯერ ეს ერთი ფართო აუდიტორიას, მივაწვდინო ჩემი ხმა პასუხისმგებელ პირებს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ ჟურნალისტები ვიცავთ მედიას არა ჟურნალისტებისთვის, ჩვენ ვიცავთ მედიას საზოგადოებისთვის. მაგრამ ასევე მაინც ვისარგებლებ თქვენი ეთერით და მივმართავ ჩემს კოლეგებს. არა იმათ, ვინც თქვათ აქ დგანან, ან არ დგანან, მაგრამ რაღაცნაირად თანამოაზრები ვართ. არამედ მივმართავ იმათ, ვინც რეალურად ახლა რაღაცნაირად სხვა იდეოლოგიას ემსახურებიან, ან რაღაც დავალებებს ასრულებენ, ან შეიძლება უცხოელად ფიქრობენ, რომ სიმართლეს ემსახურებიან, მაგრამ ობიექტურად არ არის ეს ესე. ერთადერთი, რითაც ჩვენ შეგვიძლია რომ ეს პროფესია გადავარჩინოთ, ეს სივრცე გადავარჩინოთ, საერთოდ ეს სადისკუსიო სივრცე გავარჩინოთ, არის ის, რომ არის ერთობა. კიდევ ერთხელ უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ დღეს შეიძლება თქვენ გიწევთ თქვენი ზემდგომების ან რაღაცა უხილავი, ასე ვთქვათ, ხელის დავალებების შესრულება, ხვალ ეგეც აღარ იქნება საკმარისი. ამიტომ მე მგონი დროა ეხლა გავერთიენოთ. მადლობა. წინ მიდიან მთავარი არხელები. მთავარი არხის გარეშე ნამდვილად ძნელია მუშაობა, აქვე ვიტყვით ინტერპრეტაციის შესაძლებლობის შემთხვევაში. ნათია, რო გითხრათ, თქვენ მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილება გაქვთ და საკმაოდ რთული პროცესები და პერიოდები გამოგივლეთ. აი ესეთი შეტევა მედიაზე თუ გახსენდებათ და თუ არ გახსენდებათ, რატომ ვართ ახლა მთავარი სამიზნეები თქვენი აზრით? მე მგონი, რაც ეს ხელისუფალი ყავს ქვეყანაში, სულ რაღაცნაირად მედია ვარ სამიზნე. მე მაგალითად არ მახსოვს აი ესეთი შეზღუდვა მედიის, რაც ეხლა ხდება ბოლო პერიოდში და ყველაზე ცუდია, რომ აი ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მარწუხებში მოგაქციონ, შენი გამოხატვის ყველანაირად შეგზღუდონ რა და იმას ვერ ხვდებიან, რომ მედიის შეზღუდვა არის არ ვიცი, დანაშაული სახელმწიფოსთვის დანაშაული, იმიტომ რომ არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც არ არის თავისუფალი მედია და მე ძალიან წინს, რომ ადამიანები ამას ვერ ხვდებიან, ანუ საზოგადოების რაღაცა ნაწილი ვერ ხვდება ამას, რომ დღეს მედიაზე თუ არ გამოდიან გარეთ და ვერ ხვდებიან, რომ მედია არის ის ერთადერთი წერტილი, სადაც შეიძლება რომ მივიდნენ და რაღაც თავის პრობლემებზე ისაუბრონ. თუ ეს სივრცე აღარ იქნება, მაშინ
მაშინ რა რჩება? სად ვართ? და ძალიან ცუდია. აი ძალიან გონია ცუდია. შეზღუდვა არა მხოლოდ მედიას, არ ნელ-ნელა ვრცელდება. არა, კი, მე დარწმუნებული ვარ, სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო ნახეთ რომ უნდა. ადამიანებს უკვე მართლა სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო აჯარიმებენ. ანუ მეორე ეტაპი იქნება ინტერნეტის შეზღუდვა, რაღაცა შეზღუდვები, Facebook-ს ვეღარ მას და ესე აბა დაუფიქრდეთ, როგორ სახელმწიფოებში არის აი ასეთი რეჟიმი. ის რომ პოლიციელებს ნიშნავენ ყველგან. ანუ პოლიციური სახელმწიფო გავხდით. სადაც პოლიციას აქვს ყველაზე დიდი უფლებამოსილება და ეს არის ყველაზე საშიში. ესე დემოკრატიული სახელმწიფო არ შენდება. და მე იმედი მაქვს, რომ მე კიდე მაინც მინდა სადღაც დავიტოვო იმედი, რომ ხალხი გამოფხიზლდება და ეტყვის იმ პასუხს და გასცემს იმ პასუხს ამ ხელისუფალს, რასაც იმსახურებენ. მადლობა. დავიმედოვნებ რომ ერთვალზე მალე მე ძალიან მინდა რომ დავბრუნდეთ, იმიტომ რომ აი ამ პაუზის დროს მივხვდი, რომ დამოუკიდებელი მედია ბევრი არის საჭირო ქვეყანაში. მადლობა. კაცია უზმენდი ჩვენს კოლეგებს, აი ხედავთ აქციის მონაწილეები. კვლავ მოდიან, არიან მედიის წარმომადგენლები, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. თუ შეიძლება რომ გაგესაუბროთ, მოგესალმებით დღევანდელ მარშზე, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე და თქვენ როგორც მოქალაქე ასევე გითხავთ მაინც დღეს ცოტა მიკერძებული ვიქნები მედიისკენაც თქვენთვის რას ნიშნავს თავისუფალი კრიტიკული მედია? შეიძლება არ მოგწონდეს ყველა ახის სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ კი, მოგესალმებით, სტუდენტი გახლავართ და ძალიან მიხარია, რომ დღეს გავერთიანდით სტუდენტები და ძალიან სწორად ახსენეთ და გეთანხმები, რა თქმა უნდა, იმაში, რომ თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს აქ იმყოფებიან, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, ანუ ის ადამიანები, ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც დარბევებზე თუნდაც საკუთარ სიცოცხლის ფასად აშუქებდნენ სიმართლეს და ძალიან მნიშვნელოვანია ავტორიტარულ სახელმწიფოში ერთადერთი ძირითადი მექანიზმი, რაც მოქალაქეებს გვაქვს იმისთვის, რომ სიმართლე დავიცვათ და გქონდეს ის მტკიცებულებები, თუნდაც მედია რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ვერ გავიგებდით იმ ძალადობის შესახებ, როგორც თქვა სპეცრაზმი იქცევა და პოლიცია იქცევა. მედია არის ძირითადი საშუალება ავტორიტარულ სახელმწიფოში და თავისუფალ სახელმწიფოში იმისთვის, რომ ხალხის აზრი, ხალხის სიმართლე იყოს გაჟღერებული, სოლიდარობა მედიას და აუცილებელია, რომ ჟურნალისტები და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები, მედიის წარმომადგენლები ყავდეს ჩვენ. აუცილებლად ვიბრძოლებთ მათ დასაცავად. დიდი მადლობა. ლეცდები გადავინაცვლა აქციის მონაწილეებს სიმბოლურად დღეს ტიტები მოაქვთ. გამარჯობა. თუ შეიძლება გადავიღებთ ტიტებს, აი რომელიც სადაც მიაქვს პარლამენტთან ეს ვიცით ყველა ცნობილი განვითარებული მოვლენები და ასე მიაგებენ იმ ადამიანებს პატივს, ვინც ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, მთლიანობას შესწირა თავი. მოგესალმებით, თუ შეიძლება რომ გკითხოთ თქვენს აქციას მოუყვებით მსვლელობას. თქვენი სათქმელი რა არის დღეს დღევანდელი მარში, თუ შეგიძლიათ? კი ბატონო. ჩემი სათქმელი ბრძოლა ბოლომდე. რატომ ვართ ამ მდგომარეობაში, თქვენ როგორ ფიქრობთ? მენტალური პრობლემა ქართველებს საკმაოდ დიდ ნაწილს. კი ბატონო. ბაჭო, შეიძლება გაგესაუბრები მედიის წარმომადგენლებს, როგორც მედიის წარმომადგენლებსაც და როგორც მოქალაქესაც. აი ეს გამოწვევები, რომელიც გვაქვს ალბათ ერთის მხრივ პროფესიაში და შემდგომ ალბათ უკვე ქვეყანაშიც. რატომ მოვედით აქამდე და რა უნდა გავაკეთოთ, როგორ რა უნდა გავაკეთოთ, ამით დავიწყებ. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. მე მგონია რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვს მთელ ქვეყანას, მხოლოდ მედიაზე არ არის, უბრალოდ ესე აღმოჩნდა რომ მედია ბოლო ბასტიონია ამ ბრძოლაში და აქამდეც მოვედით ეს სამწუხაროდ ესეც მოხდა. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, არ დავნებდეთ. თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერია და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ არ გავიმარჯვებთ. აი ეს არის ჩემი სათქმელი.
მადლობა ძალიან დიდი. თავისუფალ ქვეყანაში მუშაობას გისურვებ აქვე. ასეთი აქ ადგილზე არსებული ვითარება აქციის მონაწილეები უკვე წინა მხარეს თუ შევხედავთ, ვიმყოფებით უკვე რუსთაველის გამზირზე, სადაც მსვლელობა გრძელდება ბუნებრივია. სხვადასხვა შეძახილები გესმით ასევე, სხვადასხვა ბანერები, სხვადასხვა ჯგუფები არიან, რომლებიც ასე ვთქვათ, ერთი მოთხოვნით არიან გაერთიანებული. ბუნებრივია ძირითადი მოთხოვნები არის ის, რომ უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების ჩატარება და ამ მოთხოვნით უკვე დღესაც ფაქტია, რომ რუსთაველის გამზირი იკეტება თავისუფალ მედიას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ხედავთ კოლეგებსაც განსაკუთრებული იერეშის ქვეშ შეიძლება ვთქვათ, რომ მოხდა სოციალური მედია. თუ შეიძლება მასზე გაგესაუბრებით, თქვენი მედიას წარმოადგენთ, რომელიც განსაკუთრებული სამიზნე არის. რატომ ასე ვთქვათ, მეჩხირებით თვალში? ზოგადად ეშინიათ სიმაზლის, ეშინიათ დამოუკიდებელი მედიის, ეს არის აშკარა, თუმცა ეს კანონები და ეს რეპრესიები აბსოლუტურად ყველას შეეხება და ერთ-ერთი რამის თქმა მინდა დღეს, რომ საზოგადოებას შეუძლია გქონდეს ჩვენი იმედი, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას, გაჩერებას და დანებებას და მხოლოდ ამის თქმა მინდა დღეს, ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში ახლა, რომ საზოგადოებას ვთხოვოთ, რომ აი გვიშველეთ და გვერდით დაგვიდექით. იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის თავისუფალი მედიის ფასი, ათწლეულებია და მხოლოდ იმას ვეთხოვდი, რომ ჩვენი იმედი შეუძლიათ რომ გქონდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ თავისუფალი სიტყვისთვის და ერთმანეთისთვის. მადლობა და წარმატებები. ასეთ კი ადგილზე, აი ხედავთ რომ ასევე ჩემს კოლეგას უჭერავს, აი ეს ყველაფერზე მეტყველებს ჩემი აზრით თავისუფლება, სიამაყლობას პირველი ალბათ რაც გვახსენდება და ალბათ ეს რაც უნდა დავიმახსოვროთ. აუცილებლად დამარცხებიან დიქტატორები. ეს არის სწორედ ამ ყოფი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, მთავარ მოთხოვნებთან ერთად, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ. პარალელურად რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინაც უკვე იკრიბებიან მოქალაქეები, ეს კონკრეტული მსვლელობაც შეუერთდება აქციას და ასე ვთქვათ, ასე გაგრძელდება დღევანდელ დღე 24 საათის განმავლობაში იქნება ეს აქცია პარლამენტის შენობასთან და ამ ფორმით კიდევ ერთხელ ადამიანები, მოქალაქეები პატივს მიაგებენ ბუნებრივია მათ, ვისი დამსახურებითაც ქვეყანა არის თავისუფალი, ესენი არიან 9 აპრილის მონაწილე ადამიანები, მათ ხსოვნას და ბუნებრივია ვიხილავთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც საბედნიეროდ გადარჩნენ და რომლებიც ასევე იბრძოდნენ 9 აპრილს. აქაც ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც მაშინაც კი ამ გამზირზე იდგა სწორედ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ყოფი ადამიანები საუბრობენ, რომ სწორედ იგივე გამოწვევების წინაშე დგას და იმ თავისუფლებას, რომელიც სხვადასხვა თაობა მოიტანა ქვეყანაში, ჭირდება დღეს დაცვა. ეს არის სათქმელი თავისუფლება პოლიტპატიმრებს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს კი არის უცვლელი მოთხოვნები, რომელიც ამ ყოფ აქციის მონაწილეებს გააჩნიათ.